ექსპო ჯორჯიაში უკვე თითქმის დასასრულს უახლოვდება ევროპის თვისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დღეს დილის 12 საათიდან დაიწყო. 12 საათის შემდეგ, ბოლო 6 საათის განმავლობაში აქ მოსულ სტუმრებს, ადამიანებს, ვისაც სურდათ მოსულიყვნენ ამ ღონისძიებაზე და ღონისძიების ორგანიზატორებთან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში და სხვადასხვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად აღენიშნათ ევროპის დღე. აქ დახვდათ უამრავი გასართობი, ასევე შემეცნებით ინტელექტუალური გასართობი, ასევე დისკუსიები, პანელური საუბრები და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა უკეთ გაცნობოდნენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, პარტნიორობას ბოლო 30 წლის განმავლობაში. ევროკავშირი ჩემთვის არის მშვიდობა, თანასწორობა და განვითარება, რასაც კეთილდღეობა თითოეული ადამიანისთვის. ეს არის სივრცე, რომლისკენაც ქართველები საუკუნეებია მივისწრაფთ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ბუნებრივი და ლოგიკური არჩევანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და რაც მთავარია, ეს არის ადგილი, სადაც ყველა შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი ბედნიერება, როგორც თანასწორუფლებიანმა მოქალაქეებმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ ევროპის დღე საქართველოში, ვიყოთ ერთიანი ევროპული ზეიმის ნაწილი და არ დავაკლდეთ იმ დიდ ზეიმს, რასაც ევროკავშირის და ევროპის, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები აღნიშნავენ 9 მაისს. ძალიან მნიშვნელოვანია ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ჩემთვის ევროპა არის თანასწორობა, არის კანონის უზენაესობა და ტოლერანტობა, რაც ჩვენ სამწუხაროდ გვაკლია დღეს ძალიან და იმედი მაქვს, რომ საქართველო დაუბრუნდება კვლავ ევროპის გზას. დღევანდელი დღეც ალბათ აუცილებელია, რომ მოსახლეობა მიხვდეს ამ ყველაფერს, რა ევროპამ რა გაკეთა ჩვენთვის და ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ამ ევროპული დახმარებით ისარგებლა და საკმაოდ წარმატებულად. მიხარია, ბევრი მეგობარია ჩემი ამ ევროპული დაფინანსებით აწარმოა ბევრი რამე და მიხარია, რომ წარმატებულად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროკავშირში. პირველ რიგში ევროპა ასოცირდება ჩემთვის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებთან, როგორც არის თავისუფლება, სოლიდარობა, ურთიერთპატივისცემა.